გამარჯობათ ექიმო. მომზადდით. გამარჯობათ ექიმო. მომზადდით აბზანით განსხვავებით. დაჩეკი. კაცრავად. ცალ-ქცალი ექიმო დასაჯდომად. აბა, 12 წელია შვილი არ ყოლი. ნამდვილად. კი. ოჩამწყვეტოს ვიჟული და აბა. საგვეშველე. სხვათა შორის აერინერული ხალხო, სხვათა შორის მე 20 წელი არ მყავდა შვილი. უი, რას? 20 წელი არ მყავდა შვილი. სად არ ვიყავი ექიმები, აქაც ვიყავი საქართველოში, საზღვარგარეთი შემოვიარე, მთელი ამბავი. მერე ექიმბაშებთან ვიარე, მერე მკითხავებთანაც ვიყავი, არაფერმა მე არ მიშველა. მერე ერთმა ღვთიანმადლიანმა კაცმა, აი კაცმა მასწავლა რომ მე იყვანე ცული და გეყოლებოდი. მე ვიყვანე ცული არ მევიტყვი სული. მე კაიფები, ხო? ვიცი, მე ვერ ვიცი. და ჩვენ რაში შეგვატყოთ რომ გეკაიფებით ერთი მითხარ? ხო. თქვენ ოჯახა შენებულებო, მე ვარ ვეტერინარი, ვეტექიმი ვარ და რა შუბაში ვარ, კაცო გამაგებია. ვეტექიმი რო ხარ ვიცი ჩვენ. შეგონია არ ვიცი? კი. მაგრამ ვეტექიმი რო ხარ, იმიტომ რომ ვედი ჩვენთან. გადავირი, კაცო, მე რა შუაში ვარ, გენაცვალე, ვეტექიმი ვარ მე, ჩემი მიმართულება არის ცხოველები. ხანდახან უაფრენ ფრინველები და ჩემთან რა გინდათ, ენოთი გინდათ, რომ ეყოლოთ პირველ თუ კურდღები რა. ექიმო მოგისმენთ. უთხარი. ზითვებში ხო. გერმანული ნაგაზი მომყვა. მოყვა. დიახ. ჯილდა დავარქვით. ამიტომაც მოვედით თქვენთან. და ის სიცხე უნდა გებიძო კაცო და მე ჯილდა და გერმანული ნაგაზი უშვილებასთან რა შუაში. ძაღლის გამო არ ყავს ჩვენ შვილი. ხო. ისე და ცოტა გამარგვეთ თუ შეძაღლა და შუაში უშვილებასთან. რა შუაში იცი? როცა ვაკეთეთ? მოიცა 12 წელია ერთად ვართ და ძაღლი შუაში გვიწევს. ხო. მე როცა ვაპირებთ რამეს, ხო? არ გვაცხის კაცო, სულ იღრინება. მაშინ ხო. მოუყვანეთ იმ ჯილდასაც ცოლი თუ რაღაცა და გადავა თავისთვის ცალკე და თქვენ საქმეს მიხედავთ ის თავის საქმეს. კარგით რა ექიმო. ჯერ რა დროს მაგის ცოლია. ხო. 12 წლისაა. ეგ რომ სკოლას დაამთავრებს, მერე ინსტიტუტს დაამთავრებს. ამასობაში ჩვენც აღარ ვივარგებთ შვილის გასაკეთებლად. კი მაგრამ რაშო მე ზაღლიანად გამაგებია. იღრინება თქვენ ხო გითხარ? ხო და იღრინოს იმარ კაცო და თქვენ მიხედავთ თქვენ საქმეს. კაცო როგორ მივხედო რომ გაბრაზდე და მე რომ მოჭამოს ამო. მაგაში მართალი შეიძლება ხო. კაი, მაშინ რაღაცას მოგიხერხებთ რა, მოგეხმარებით. აბა მიდი რა. ძალიან რაღაცას მოგეხმარებით, მოკლედ, აგერ გამომართვით ახლა ეს გასაღები თქვენ. ხო. ეს ამოთახის გასაღებია და 100 ლარი იქნება თქვენზე თან, ჩაკეტეთ, მიხედეთ საქმეს. 100 ლარი ვისიო. გრიურად ასე ვინები გენაცვალე და 1 საათი გაქვთ დრო, ჩაკეტეთ შიგნიდან კარები, მიხედეთ თქვენ საქმეს. მე გავალ იქ ჩემ მისახედი მყავს ცხოველები, ფრინველები, ესეთი გოჭი მყავს, ეგრე მძიმე. 2 დღეს სიცხე ვერ დაუგდე რა. თქვენ მიხედეთ თქვენ საქმეს, მე ჩემ საქმეს მიხედე. რას ამბობთ ექიმო? აქ გვერიდება. შეგენაცვალე. არა. რისი გერიდებათ, კაცო, არაფერი, რომ მე აქ არავინ არ შეგაწუდა, ტაგერ არის გასაღები, მიხედეთ საქმეს და რო იცოდეთ ერთი ლეკვი რა შუაში, კაცო, ბავშვის ნათლია ვარ მე. თქვენ გენაცვალეთ. აბა, მიხედეთ, მე წავედი. აბა, მიხედეთ საქმე. ისა თქვენ მადივსებულებო გავიდა 1 საათი და ამაწერთ კიდე თუ ამთავრებთ? 9 საათი დაგვიმატე, 9 საათი იქნება კუპები გამოგვივიდეს. კაი გენაცვალე. გამარჯობათ ექიმო. გამარჯობათ. გამარჯობათ. მომზადდით გენაცვალე, მომზადდით. როგორ ახარ ექიმო? როგორ ახარ? კარგად. აბა ახლა რა შეგაწუხათ? ისმენთ ამან? დავიწყო? ეხლა რა შეგვაწუხა, იცით? ჩვენი გოგოები კაცო გაიზარდეს 3 თვის არიან. რას მელაპარაკებით კაცო? ხო და ეხლა გვინდა გვარის გამძლეები. 3 თვის არიან, ბავშვებიო და ძიზასთან დატოვეთ? არა.
ძიძა არ ყავს. ბავშვებს ჯილდა უვლის. ჯილდა? კაი, მე ვხდი ყველაფერს გასაგებია გენაცვალე, აგერ მაშინ ეს გასაგები თქვენ, კარები ჩაკეტეთ, იცით ყველაფერი, თქვენ გენაცვალეთ, უღოთ 150 ლარი დაჯიბება, მაგამ ბავს 150 ლარი გაგვიდა გენაცვალე, რა გამოგეთო რა ვქნა. მოკლედ მიხედეთ საქმეს, 1 საათი გაქვს დრო გენაცვალოთ ჩემი თავი. და ეკიბო. 1 საათი გვეყოფა, ჰა? შეგერასო რა ვქნა პატუცობლო უნდა იმყოფინოთ რა ვქნა აგერ ძოლქმარი მოდიან ახლა 1 საათში იქნებია 14 წელია შვილი არ აკავთ კატა ორჯონის თურმე და რა მარტო თქვენ ხوار უნდა ამრავლოთ ერი კაცო იმათმაც უნდა მიხედოს აბა ხე მიხედეთ საქმეს დროულად დაიწყეთ თქვენ გენაცვალე 1 საათი გაქვს დრო და რა ვიდიათი ადროზია თორა აწი ბავშვებს ძუძუ უწევთ. დაწეკი.